50 კილომეტრი ყოფილიყო დაცილება ორ მონადირეს შორის, ანუ სანადირო არეალი სადაც იყო რა. ასე რომ ჩვენ რაღაცა გარკვეულწილად ხელში ჩაგვივარდა ლეგენდარული ტოპი. მოდი ახლა 6 ნომერს ვისვრი და ვნახოთ ამას როგორი ეფექტი ექნება. ექვსი ნომერი ვესროლეთ, დარტყმა ქონდა. დარტყმა იმიტომ ქონდა, რომ ტყვია ხო არ არის ძლიერი, მაგრამ ეს არის მსუბუქი და პატარა ტოპი. ასე რომ დარტყმა ისეთი კი არა, რომ ვაიმე და გადამაგდო. აი ეს მიყვარს, აი. უბრალოდ რო არ მოელოდი რა, იმ მსუბუქი დარტყმის შემდეგ, აი ამას. მოდი ახლა მივიდეთ იქ სამიზნესთან. ეს როგორც ეთყობა, ჩამოაგდო, მოეთყობა რა, რომ მოხდა საფანტმა, თვითონ სამიზნე მომიხსნა და ჩამოაგდო. ვნახოთ თვითონ 22 ელერი როგორ გავარტყი. თუ ტოპი გასწორებულია, წესით კარგად უნდა მოხედოთ. ელერი ერთი ახმოვდა, ერთი საერთოდ ავასწინე. საფანტიც აი ესე მიაფანტა. აქ 3 გაარტყა, აქ 2, აქ 3, აქ 6, აქაც 3, აქ 1. ნუ ეს არ არის